მე ამით ვამაყობ, მე რა თქმა უნდა, მე ამით მილიონერი არ გავხდი, როგორც აი დღესდღეობით მეკითხები, აუ ბატონო ნიკოლოზ 21 საუკუნეში რომ ეხლა რო ყოფილიყავი, ხო იქნებოდიო მილიონერიო. მეთქი იცით რა არის? კი ბატონო, მაგრამ ყველაფერი ფულით არ გაინსაზღვრება. იცით რა არის? აი ის რაც მე მოვიპოვ, აი სწორად მინდა ვთქვა, აი ეს გულშემატკივრები რომ ყავს, ეს კომაგები, ეს ყველა თამაშის მე მიხარია, მე ამით ვამაყო, ამით ცოცხლობ, მე ცხოვრობ კი არ ცოცხლობ ამით და მე მიხარია, ამიტომ არ წავედი მე საზღვარგარეთ, ამიტომ არ წავედი რუსეთში, ამიტომ ამერიკაში არ წავედი, იმიტომ რომ იქ უკვე ვიქნებოდი მეორე ხარისხოვანი, იცით? აი თუ გამიგეთ სწორად, იქ ძალიან ბევრია სპორტსმენები ჩემნაირი, იქ უკვე ვიქნებოდი აი ესეთი რა, 2.6 კი არა, მეტრო 80-ზე ვიქნებოდი სიმაღლე. და აქ იცით რა არის, აი დღემდე კიდევ ვიმეორებ, კიდევ ერთხელ რო შემხვდება და რომ მეტყვიან 2-3 სიტყვას რომ მეტყვიან თბილ სიტყვას ეს გულთან ძალიან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ჩემთვის და ამიტომ მე თქვენ გაძლევთ ინტერვიუს ამიტომ ვაგრძელებ ცხოვრებას მე ლაპარაკი ვიცი მე მგონი კი კალათბურთის თამაში არანაკლებ ბევრი ვილაპარაკე თქვენთან. არა, იცით რა არის, თქვენი დამსახურებაა და რაც შეეხება ხელფასს, ბატონო ლადო, თქვენ რო შევეკითხეთ რა ხელფასები, ნუ ალბათ იცით ახლა რა ხელფასები უნდა გქონოდა, უბრალოდ ჩვენ თამაშობდით ენთუზიაზმით და ყველანაირად გვიღოთ ხომ და ხელფასი რა, გეტყვით პატარა რაღაცა ზოგიერთი არიციან გულშემატკივრები და საერთოდ ხალხი. მე მქონდა 350 მაინც მქონდა ხელფასი. ნუ ეს არ ვიცი ახლა რასთან შედავა თუ 300 მაინც მე მაძლევდა ნაკრები. ეს რუსეთის ნაკრები, რადგან მე ნაკრების წევრი ვიყავი, მე ნაკრები მოსკოვმა მაძლევდა ხელფასი. იქ ვიყავი. აქ ვიხებდი, მაგრამ იქ ხო, ნუ გასაგებია. და მეკითხებიან და დინამო თბილისში ხო თამაშა დინამო თბილისში ლიდერი მეთქი დინამოში კაპიკს არ მოძებდნენ. რატო და ალბათ ეგეთი კანონი იყო ადრე რომ ადამიანს აქვს მარტო ერთი ხელფასი, ორ ხელფასი არ შეიძლება რომ ხონდეს ეს კანონის დარღვევაა, ხო? ეს იგივეა მაგალითად ბინას გვაძლევდნენ, ხო? მაგალითად ადამიანს მარტო მეგი არა, ყველა საერთოდ ერთ კაცს ეკუთვნის ერთი ოთახი, ბინაკი ერთი ოთახი ეკუთვნოდა, ორი კი არა და სამი. და გამახსენდა და 80 წელი ეს მოსკოვის ოლიმპიადა ეს ყველაფერი მოდის. თუ მე ეგ ბინასაც ჩვენ ახლა ვიყოფეთ. მომწონს უბრალოდ ეგეთი კაი კაცი იყო ადამიანი დავით პერტენავა იყო სპორტ კომიტეტის თავმჯდომარე. და მაშინ არც ცოლი ამყავდა, არც შვილი, ნუ 21 წელს იყო ჯერ ადროს ჩემი ეგ იყო. და მომწონს ოროთახიანი ბინა, აი ახ სადაც ჩვენ ახლა ვარ. აუ რა ატყდა და ერთი ამბავი თელ ქალაქში, რას ქვია? ერთ კაცი ოროთახიანი ბინა, როგორ მისცეს, აუ მთელი ის ჩუ მიდიოდა ეს და ერთი თვე გავიდა და მე მიხვდნენ რომ და ესე დავჭა და ამიტომ ხელფასი და სხვათა შორის დინამოში სრულად შევთხოვით გავიგე ზოგიერთი ახლა გვარებს არ ვიტყვი, ჩვენზე მეტი ხელფასი ჰქონდათ. მე ვიკლავდი თავს 300 მაინც და დინამოში, ნუ მე გულისხმობ ეს ჩამოსული ვინც იყვნენ ახლა რუსები, ახლა ალმატი ბილავიდოვი, კაპუსტინი, ტიუბინი, ბარადაჩოვი, აი სპორტ ეგეთი მოთამაშე. იმათ უფრო მეტი ქონდა ხელფასი, ვიდრე მე, მაგრამ გააფრთხილეს ნიკოლოზ არ უთხრა. და მე სრულად შემთხვევით გავიგე რომ 800 და 900 მაინც აქვს ხელფასი, მაგრამ 120 მაინც ქონდა ოფიციალურად დინამოში იღებენ, 120 მაინც იყო ეს ყველაზე მაღალი.
და დანარჩენთან ხა იყვნენ ლევად გაფორმებული თუ შეიძლება ამის კი თქვა როგორ ახლა უკვე შეიძლება ხო ხო სხვა სიტყვას ვერ პოულობ ლევად რა აბას პრავად და ლევადი ზოგი კონსერვის ქარხანაში იყვნენ იქ რაღაც ჯუმად კაპუსტინი მაგალითად ხიდი რო არის ეხლა დაინგრეს პივის ქარხანა დაბლა დიდობაში რა ჩადიხარ ხო ეხლა მშენებლობა მიდის მან შატილი რო იყო ლუდი მან ერთხელ ჩავედით გავგიჟდი ну პივის დალევა გვიდათ როგორც თქვენ დალეათ ეხლა პივა რა მოვიდა ბოლდიში და კაპუსტინი, კაი, მოგიყვებით. კაპუსტინი მეუნება, ხო, მაგრამ ვარჯიშია სიცხეა, წავიდეთ რა შენი 24 თვე და წავიდეთ იმას ვთქვათ, რა პივა დავლიოთ რა, თვითონ კათხა დავლიოთ. ხო და მივედით ქარხანასთან, გავიხედე იმხელა რიგი, ჩამოსასვლელი ლუდია და რიგი იყო 1 კილომეტრიანი. ეს გენა კაპუსტინი მეუნება, კოლო, შენ კი არა, აი იქიდან მოვარეო სადაც რკინის კარები რო ედეს, სადაც დიდი მანქანები, ფურები გამოდის. იქ შედია. მეთქი, იქ რა, იქ ვინ შეგვიშევს, მეთქი. შენ მიდიო რა და დაასიგნალეო. მივედი მანქანით, არა და ტრუსიკით, მაიკით, აი ოფლიანები, ჯერ არც გვიბანავია, შხაპი არ მიგვღია ბოდიშაზე, ეგეთი ისა. ესეთი დაწვრილებით რო ლაპარაკობ და კარები გაიღო ხელი ჩამოართვა ყარაოს კაპუსტინე მეთქი სად ლუდის ქარხანა სად კალადბორთი სად ხო და გეშა შევიდა 1-20 წუთი არ ველოდებით გავიხედე გენა კი არა თვითონ ვიღაც მუშები 20 ლიტრიანი გაუფილტრავი პივა ლუდი ცივი ესე პლასმასის და ჩაგვიდეს მანქანაში და დავჯერ მეთქი გენას აიდან გაუწევ მეთქი ატყუ მე ვერ ვაკეთებ წეს აჩედიო რა და ამასობაში რა გამოვედი და პირველ ჩქარა სადრე გააჩერე კიდე ერთხელ ბოდის გიხდრო და წვრილებით რო ხო იცით პირი რო გიშრა კი გააჩერეთ იქ ნაძვებთან იქ მანამდე ელიავა არისო ელიავას ბაზრობა და რა ხო და ამასობაში გამოვიდა და სპორტული ადიდასები ხო ზმიკა არ ქონდა აწეული ჯიბის შემოწეული ქონდა და არ გამოვცვიდა ეს როგორც ეკალო და კარტის ფული არ გამოვცვიდა იმედან ჯიბიდან ესეთ კიცინა ათიანები გავიდა და მეთქი ეს რა გაჩედია ზარპლატაო ხალხასია და იქიდან გავიგე მე მითხრა მე ქეშა მითხარი რა არის ანუ შენ გეტყვიო რა აქ ისაო მიცნობენო აქ და თვეში და ისაო გაფორმებული ვარო და ეს არის ჩემი ხელფასიო და